გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ღამის ტრასაზე, მძიმე წონით ვარჯიში, კერძო დაცვასა და ღამის კლუბებში გადაღებული ვიდეოები, ფოტო სასულიერო პირთან. ყველა პერსონალური მასალა ინსტაგრამიდან და ტიკტოკიდან, მას შემდეგ წაიშალა, რაც ყოფილ სპეცრაზმელს დავუკავშირდით. როგორ მიაწევენ აქციის მონაწილეებს, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. Georgian journalist Guram Rogava was live on TV when this happened. Guram told me he'd been hit so hard. Skull fracture as Guram Rogavაზე ძალადობის კადრებმა მსოფლიო მედია მოიარა. უჩვეულო რეალობა, ჟურნალისტ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფორმიანი ფაქტობრივად სასიკვდილო დარტყმას აყენებს. ეს ხდება არასადმე ომში, არამედ რუსთაველზე და ჟურნალის არამტერი, არამედ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული პირი იმედებს. კადრებში ჩანს, რომ იგივე სპეცრაზმელი მანამდე ფეხს ურტყამს ფორმიანების ჯგუფში მოქცეულ და ძირს დაგდებულ დემონსტრანტს და მოძალადის ქცევის კლასიკა, დარტყმის მერე დაუყოვნებლივ გარბის. ვინ გასცა გურამ როგავაზე სასტიკი ანგარიშწორების ბრძანება? ვინ იყო ამ ბრძანების შემსრულებელი? რატომ არ ჰქონდათ ფორმიანებს ამომცნობი ნიშნები? წელიწად ნახევარია ამ კითხვებზე პასუხს არავინ იძლევა, სანამ ჩვენ არ დაგვიკავშირდებოდნენ წყაროები. ინფორმაცია გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის შესახებ თავად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მოგვაწოდეს. მოქმედმა თანამშრომელმა კონფიდენციალურობა აირჩია. ამის შემდეგ ჩვენ ინფორმაცია დაგვიდასტურა კიდევ რამდენიმე წყარო. გადაღებები დავიწყეთ თბილისსა და საქართველოს კიდევ ერთ დიდ ქალაქში. საგამოძიებო მასალის მომზადებაში ჩაერთო თავად გურამ როგავა. გურამ როგავასთან ერთად ვარ თქვენ სახლში. სისტემიდან მიღებული ცნობების მიხედვით ყოფილი სპეცრაზმელი თავდასხმის მომენტში 21 წლის იყო. გადავამოწმეთ მისი საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ედედეში მუშაობის უტყუარობა. სახლში და ბოლო სამსახურში, რომელიც კერძო დაცვაა, არ დაგხვდა. სახლთან იდგა მისი კუთვნილი ავტომობილი სპეცსერიით. აი რა გვითხრეს ოჯახში. მეც პოლიციაში მუშაობდი, რაფერ მე ჩემი პირადული პოლიციის ამბავს მე რასოდეს ვერ გეტყვი თქვენ. რატომ მალავს, არაფერს არ მალავს მაგი. სასულიერო სასწავლებელში სწავლა ყოფილი სპეცრაზმელის ბიოგრაფიის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. მისი პოვნა და დაკავშირება ვცადეთ თბილისშიც, ვცადეთ რამდენჯერმე. მე გაწუხებთ ელისო ჯარიაშვილი, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი. ერთი კითხვა მაქვს. არანაირი ფაქტი არ გაგაჩნია. როდის წამოხვედით გედედედან? აღნობის მიუხედავად როდის წამოხვედით გედედედან? რატომ გვეუბნებიან მაშინ რომ თქვენ ხართ? ფორმულადან გაწუხებთ არ გაგვითიშოთ რა. არ გაგვითიშოთ თუ მართალი ხართ. ფაქტი ხელში არ გაქვთ, ყველაფერი ტყუილია, სხვა კონკრეტულ შეკითხვას არ გვპასუხობს. როგორც ჩვენ გვითხრეს, სპეცრაზმელი სისტემიდან დაახლოებით ზვიად ხარაზიშვილის წამოსვლის პერიოდში გამოუშვეს. ამის შემდეგ მუშაობა მსხვილი კომპანიის კერძო დაცვაში გააგრძელა. ახლა იქიდანაც წამოვიდა. გურამ როგავაზეც კითხოთ. ვინ არის რა გადამაყოლე ამ შენ? ჟურნალისტია ჩემი არხის. ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან მივედით. ხარება გასაუბრებაზე მხოლოდ ტელეფონით დაგვთანხმდა. არ იცნობთ ასეთ პიროვნებას? არის, ამდენად არის. ანუ გედედეში არ უმუშავია და რო ემუშავა თქვენ გეცოდინებოდათ? ნუ თქვენ ეცოდინებოდეთ. ნამდვილად არ მეცნობა, ეხსახელი და გვარი ჩემს გარშემო არ ყოფილა. იმიტომ რომ ასეთი ინფორმაცია გვაქვს გურამ როგავაზე თავდასხმაში მონაწილეობდაო და ჩაგიგდებთ მის ფოტოს, შეიძლება ტელეფონში მესიჯად გამოგიცავთ? მე ზეპირადო ყველა ესე ინდივიდუალურად სახელსაც ვერ იცნობთ? არ ვიცნობ, ახლა 5000 კაცი როგორ უნდა ვიცნობ ყველა, ხო? და სახელით და გვარით ანუ შეიძლება რომ არ გახსოვდეთ? სული გითხარი შეიძლება რომ მუშაობდე უბრალოდ სახელი და გვარი არ გახსოვთ? შეიძლება, მაგრამ ვიცი რომ არ ყოფილა ეგეთ თავდასხმა და ეგეთ რამეებზე ეს ჩემი ხალხი არ არის რა, ნუ მოაბრალებს, მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემ დანაყოფში.
ხოლო რაც შეეხება თავდასხმებს ჩემი დანაყოფის წევრები არ აწყობდნენ გამიგე? ანუ გურამ როგავას ვინც თავში დაარტყა, ის გდდ-ში არ მუშაობდა? არ ვიცი, მე არ ვიცუნდა არ ვადასტური. ის რომ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პირი ბოლო წლებში სპეცრაზმში მუშაობდა, საიდუმლო არ იყო მისავე უბანში. ყვებიან იმასაც, რის გამო გამოარჩიეს სისტემაში. ტრენაჟერებზე რომ ვარჯიშობდა, იმ დროს შეამჩნევს ასეთ ძლიერი ბიჭი იყო რაღაცაო და რა ვიცი, ეგრევე ლეიტენანტის წოდება რაღაცა მისცენოდა და ასე იყო, პირბადი არ ქონდა? პირბადი ქონდა. როგორ ის? თქვენ ხო სისტემაში მუშაობთ, არ იცით თქვენ როგორ ხდება სისტემიდან ინფორმაციის გამოშვება? ისეთი არ არის. ეხლა ამ ხელა რომ აკარატისტი რომ იყო და ციტრო დავალებებს როცა აძლევენ, არის მაგის სისტემა იყო ნარკომანების იმაში შევარდნა. საქმეს დაახლოებით 2 კვირა ვსწავლობთ. დავადგინეთ კონკრეტულად სად მუშაობდა გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელი. მართლ წესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში. იყო ეგრეთ წოდებული დამრბევების დანაყოფში, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა მოქალაქეებს. წყაროების მიერ დასახელებული პირი ამ მთავარ სამმართველოში, მეორე სამმართველოს, მესამე განყოფილების, მეორე ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა. დავუკავშირდით უშუალო უფროსებს. არ ყოფილხარ თქვენ გამოკითხვაზე? და ბოლოს როდის ნახეთ? ანუ ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია იმენდელს? სისტემიდან მომაწოდეს, ახლა წყაროს ხომ ვერ დავასახელებ და გენ პროკურატურაში მიდასტურებენ, რომ უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე 1000-მდე პირი ყავთ გამოკითხული და მათ შორის ხართ თუ არა თქვენ და ამით ინტერესები პირადად თქვენთან. მე რა პაპო რა საკამოფილო. არ ვიცი და ყველგან. ბოლოს როდის ნახეთ? დანარჩენი თქვენი საკითხი არ არის ეს მოკლედ, რა და ამით დავასრულოთ საუბარი. თქვენ დაქვემდებარებაში თქვენთან ერთად არ მუშაობდა? და ჩემი ნომერი შეიძლება. ჟურნალისტი ვარ, ნომრის გაგებას რა უნდა? რამდენადაც ჩვენ 40 წყარო მოგვაწოდა ინფორმაცია, უშუალოდ მონაწილეობდა დარბევებში და რადგან გამოკითხულია 1000-მდე პირი, მათ შორის ხომ არა ხართ თქვენ და მათ შორის ის მაინტერესებდა ამის გადამოწმება. კი ან არა პასუხია, ხომ იყო თქვენი თანამშრომელი? მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ყამარაული არ გვპასუხობს. ეს ის ყამარაულია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელებმა პოლიტიკოსზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ცხადია, იდენტიფიცირებული პირის ვინაობა მივწერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურასაც. გამოკითხულია თუ არა ეს კონკრეტული სპეცრაზმელი, საგამოძიებო უწყება აღარ გვპასუხობს. გამოძიების მიმდინარეობაზე კი ასეთი გამოხმაურებაა. 2024 წლის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ძალადობაში მონაწილეს შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით. ჟურნალისტებზე, დემონსტრანტებზე, პოლიტიკოსებზე თავდასხმის გამოძიებას ოცნების მთავრობას მოუწოდებს მოსკოვის მექანიზმიც. დასკვნაში პროკურატურის შეპასუხებაცაა, საიდანაც ჩანს, რომ გამოკითხულია ასეულობით პირი. შედეგი არ არის. გამოკითხულია 1000-ზე მეტი მოწმე, მათ შორის ძალადობის შესაძლო მსხვერპლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისხლის სამართლის საქმეებთან. 360-ზე მეტ პირს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ამ დრომდე 167 პირს მიენიჭა დაზარალებული სტატუსი. ფორმიანებმა რომ ძალას გადაამეტეს, თვეების შემდეგ აღიარა ივანიშვილის პრემიერმაც. აღიარა სამართალდამცველების ძალადობის მხოლოდ 4 შემთხვევა, მაგრამ დაიჩივლა იდენტიფიცირების პრობლემაზე. ვინმე ძალადობა და არის ყველა დასაშელი, ხო? რაც შეეხება ძალონების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა მე გეთანხმებით, რომ აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, რამდენად არის თუ არ არის იდენტიფიცირება და შესაბამისი. იდენტიფიცირება 8 თვეში ვერ მოხდებოდა? უწყებები, ეხლა რაც არის არსებული ინფორმაცია, იდენტიფიცირებადი არ იყვნენ ეს პირები, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამის სამუშაოები. მე მინდა თხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდას ყველას, როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამის პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა წადონ ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ საჯაროდ შემიძლია ყოველს მოვაწოდო რომ მაქსიმალურად ჩაეძინონ თითოეულ ამ საქმეს. ჩავთვალოთ, რომ ყობახიზის რჩევა გავითვალისწინეთ, მაქსიმალურად ჩავეციეთ. ჩვენი ძალებით შევძელით იდენტიფიცირება. ჩავეძიეთ ძალოვან მინისტრებს. ჟურნალისტებზე ცემის ფაქტები არის თუ არა თქვენი აზრით გამოსაძიებელი. აი გურამ როგავა ლამის სიკვდილამდე რომ მიიყვანეს, ამ დრომდე დაუსჯელია მოძალადე. სიახლე და პროგრესი ძალის გადამეტების საქმის გამოძიებაში არ არის. ჯერჯერობით ეს წინსვლა არ ჩანს, არც მას შემდეგ, რაც ოლიგარქის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა დაგმო ძალადობა. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, მოგზალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ თანამდებობრივად დაქვეითებულმა მამუკამ დინარაძემ დადო პირობა, რომ ახალი პოსტი და მისი საქმიანობა, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის მსგავსი საქმეების გამოძიებას ახალ სიცოცხლეს შესცენს. როგორც ჩანს, ამას ახერხებს ისევ მედია.